აი, როგორ უნდა გავაკეთოთ სისწორის დაცვა ბლოკის შენების დროს. ვინცაც ერთხელ მაინც უშენებია ბლოკი, ყველა მიცის, რომ თოკი გააბი ბიძი არის აუცილებელი რა. ჯერ თავიდან აკეთებ შვეულით და მერე აკეთებ თოკის გაბმით. თუ თოკი არ გაქვს გაბმული, ძალიან დიდი ალბათობით გაგექცევა მოკლედ რა. ეხლა პირველი თოკი მაგრდება დაბლა და მერე ზემოთ. მე ლაზერით გავაკეთე ეს და ვისაც ლაზერი არ აქვს შეიძლება შვეულიც იხმაროს, თავისუფლად უბრალოდ შვეულის ხმარება უნდა იცოდეს და მეორე მხარესაც იგივე პრინციპით აი ესე თოკს ვაბამთ. ეს ახლა არის სახლის პირობებში ჩემსავით დამწყებმა როგორ უნდა გააკეთოს. მე ვამაგრებთ თოკს ისე რომ მოძრაობდეს და ყოველი ბლოკის დადების დროს უბრალოდ უნდა ავწიოთ ზემოთ. აი ესე ავწიოთ და გავყვეთ. ყველაზე მაგარი ვერსია არის თუ შირა ტიხრებს აკეთებთ და უკვე შეგიძლიათ რაღაცაზე აი ეს თოკები დააბათ, თუ გარეთა კედელს აშენებთ და ჯერ ასე თქვა სხვა არაფერი არაზეც აი ამ თოკს დაამაგრებთ, მაშინ ეს უკვე პროფესიონალი უნდა იყოს, თორე მე კი ვახსენე წინა ვიდეოებში, რომ სადღაც 2-3 სანტიმეტრით მთლიან სიმაღლეზე გამექცა კედელი, ასე რომ ეს არის ძალიან მაგარი ვერსია რა, ძალიან მაგარი ხერხი. აბა დროებით გამოვიწერეთ, კიდე ბევრ ვიდეოს დავდებ, ეხა უკვე რემონტს ვიწყებ. შიდა რემონტის დაწყების დროს ძალიან ბევრი პატარა ნიუანსია, რაზეც შემიძლია ვიდეო გავაკეთო და უბრალოდ გამოიწერეთ სიახლეებისთვის. მადლობა წინასწარ.